ვესტუმრე ბესოგინტურის სამხატვრო სტუდიას სახელოსნოს, სადაც ყავს მოსწავლეები, ასევე აქვს თავისი ნამუშევრები, რასაც დავათვალიერებთ და ასევე ბესო მოგიყვება თავის საქმიანობის შესახებ. ჩემი სამხატვრო ცენტრი, ჩემი სტუდია ემსახურება ბავშვებს, ესე აბიტურიენტებს, უფრო მეტად აბიტურიენტებზე მაქვს გათვლილი, იმიტომ რომ მინდა რომ ისინი დაეუფლონ კლასიკურ ხატვას, დაეუფლონ აკადემიურ ხატვას. მინდა რომ კარგად შეითვისონ რა ეს კონსტრუქციული ხატვა. აი ილიას აქ ეგეთი კაი სიტყვები და მე უკავშირებ ამას ხატვობას. თუ არ ვიწყებ წარსულ ისტორიას, მომავალი შენი არის ნათელი. უკან რაც არის რაფაელი, ლეონარდო, მიქელანჯელო, ამას თუ არ ვიწყებ, ესე იგი შენი მომავალი უკვე ნათელია მხატვრობაში. აი მომბობ სულ მაგას მე რომ შალვა, როგორც შენ, ისევე მე, ისევე ანი, ისევე ყველა მხატვარი ჩვენ ვეძებთ იმ ფერს, რომელიც ჯერ არ გვიპოვია. ეს არის ძალიან რთული რაღაცა რა. ამ წიაღიდან მინდა დავშალო ფერები, დავანაწევრო. თან გავდეს და თან არა გავდეს უკვე რა, უკვე იმ ეტაპზე გადავიდეთ. აი ეს ანუ მუდმივი პროცესია ეს მხატვრობა ჩვენი და აი ამ პროცესში კიდე ჩვენ როგორც მხატვრები დიდ სიამოვნებას ვგრძნობთ რა. თუ სიამოვნებას არ გრძნობ ამ მომენტში და ამ პროცესში, ეს რა ვიცი, ძალიან ცუდია, ამიტომ უნდა იგრძნოს მხატვრმა დიდი სიამოვნება. აი ეს არის ნატურიდან გაკეთებული, ხო? აქაც ისეთი ფერები იყო სულ, რომ მინდა რომ ისინიც მკაფიო ჩანდნენ. ანუ პატარა კლასიკიდან გადავიდე უკვე ნელ-ნელა პატარა მოდერნისტულ სტილში. ბავშვებთან ერთად მუშაობ, რომ ბავშვებმა ნახონ, როგორ ვაკეთებ. ხო, ესეც ეს არის ფერთა დაშლა, დანაწევრება. თან მინდა რომ გავდეს, თან მინდა რომ არ გავდეს და რაღაც ის ვიპოვოს, მეც ვერ ხვდები რა უნდა ვიპოვო და რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესი არის ეგ რა. ცოტა ტანჯავს კიდეც, მაგრამ ამ ტანჯვაში ხებულობ სიამოვნებას რა. პირველად შეესრულა ბავშვმა ზანგის ტორსის. არ არის დასრულებული, მაგრამ ესეც კარგია და გავაგრძელოთ კიდე. ბევრი უნდა დავხატოთ, ხო იცი შენ, ა? ეს ნამუშევრები შეიქმნა უნგრეთში, ქალაქი ბუდაპეშტში. აგვისტოს თვეში ვიყავით იქ, ერთ-ერთი ხიდი, ძალიან ძველი ლომების თავების ხიდი, ესე ქვია და მე ძალიან მიყვარს და მიზიდავს და ვინც პლენას აკეთებს კიდე. ესეც იგივე მეორე მხრიდან, მე და შალვა აქ იყო შალვა ერთად ვხატავდით. მე ბალატონზე წავედით სამაგუღამოში. იქ არის კათოლიკური ეკლესია, ძალიან მოგვეწონა. ეს ჩემი ძმის ნამუშევარია, ეს ბერლინში ქონდა პერსონალური გამოფენა და იქ ქონდა გრაფიკული ნამუშევრები გატანილი. საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა ეს გამოფენა. ეს იყო 2 წლის წინ და ამ ჟანრში მუშაობს. ბუების თემა. მაქვს ძალიან დიდი ბუები, ეს კოლექცია. ძალიან მიზიდავს. ხო და ეს ბუ უნდა გაჩუქო შენ რა, მე ჩაჩოში უნდა ბუები მიყვარს ძალიან. ხო, ნუ ესეთი ფერები შემინდა. ერთმანეთს კი მითხრა, ბუო, ფერადიაო, ესე ფერადი რო არის და მე ვთხარი, არის თუ არა ფერადი, მე ვაპერადებ და ფერწერულ სტილში ვასრულებ.